ახლა რაც ხდება პროცესები ეს არის ინდივიდების ბრძოლა, მოდი ესე რომ ვთქვათ რა. აქამდე თუ იყო ყოველთვის რაღაცა კოლექტიური რეაქცია, აი ამ 3 თვემ და აი ამ დგომამ თუნდაც რუსთაველზე ხან დგას პირობითად 1000 კაცი, ხო, ხან 5000, ხან 10000, ხან იმან. აი ამ დგომამ ჩემთვის პირადად აჩვენა, რომ ინდივიდებმა, ანუ ადამიანებმა დაიწყეს გააზრება, ბრძოლა საკუთარ თავთან და მათ ესე ვთქვათ შეგრძნება აქვთ, რომ ზუსტად საზღვრები ქვეყნის თუ უფლებები ადამიანების მათ სხეულზე და მათ გონებაზე გადის რა და ეს არის მათი კონკრეტული მათი ბრძოლა. და მნიშვნელობა არ აქვს, ხდები იმ მოედანზე ვინ იდგება რა, იმიტომ რომ რამდენი ადამიანია, ხო? აი მაგალითად მაკუ გომური, რომელიც ამბობს, რომ მე სიმართლისთვის ვდგევარ პირობითად და არ მაინტერესებს იქ 5 მეტრში თუ დგას ის ადამიანი, ვის გამოც მე სიტყვაზე ყველაზე რა ვიცი ერთ-ერთი მთავარი რაღაც თვალი დავკარგე, ხო?